მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს მინდა გესაუბროთ ისევ და ისევ ერასმუსზე და ერასმუსის შესაძლებლობებზე ზოგადად, მაგრამ ამას გარდა მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ მეთოდზე, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რეალურად ქართველ სტუდენტებს და არა მხოლოდ სტუდენტებს უამრავი შესაძლებლობა აქვს ერასმუსის ფარგლებში მონაწილეობის მიღების. თუმცა ამის შესახებ არის ძალიან დიდი ინფორმაციის სიმწირე. მე ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა წინა ერასმუსთან დაკავშირებული ვიდეოდან, რომლებიც იყვნენ დაბნეულები, ზოგმა საერთოდ არც იცოდა აქამდე, რომ თვითონაც ესე როგორც ინდივიდუალს შეეძლოთ რაღაც მონაწილეობა მიიღოთ ნებისმიერ ერასმუსის პროგრამაში, ზოგ დახმარება ჭირდებოდა საბუთებზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან დიდი გაურკვევლობა არის და ინფორმაციის სიმწირე ამ მხრივ. და მე როგორც ინდივიდუალს დიდი სურვილი მაქვს, რომ ცოტათი მაინც დაგეხმაროთ ამ გაურკვევლობებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ასე თუ ისე რაღაცებში გავერკვიე და რაღაც სიტყვა მეთქმის. წინა ერასმუსი, რომლითაც ვიყავი წასული იყო ერთი მთლიანი სემესტრით და ვიყავი უნივერსიტეტის დახმარებით წასული. ახლა კიდევ ვიყავი ერასმუსის პროგრამით წასული, ოღონდ ამჯერად მე ჩემით გავაგზავნე ეს ყველაფერი, უნივერსიტეტი არ დამხმარებია და 10 დღიან პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. ახლა მინდა მოგიყვეთ რამდენიმე შესაძლებლობის შესახებ, რომლის გამოყენებაც თქვენს შეგიძლიათ და ვიმედოვნებ, რომ ეს შესაძლებლობები შეგვინარჩუნდება და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეგვიწყდება დაფინანსება ახალგაზრდებს მსგავს პროექტებში მონაწილეობისთვის, იმიტომ რომ ეს იქნება სრული ტრაგედია. პირადად ჩემთვის და არა მხოლოდ. არსებობს ესეთი საიტი European Youth Portal, რომელსაც აუცილებლად აღწერაში დავლინკავ. შეგიძლიათ ამ საიტზე შეხვიდეთ, ევროკავშირის მიერ გაკეთებული არის სპეციალურად ერასმუსისთვის. თქვენც დამოუკიდებლად შეგიძლიათ მოძებნოთ სხვადასხვა შესაძლებლობა თუ რაში შეიძლება რომ მონაწილეობა მიიღოთ. ამას გარდა, საქართველოში არსებობენ კომპანიები, NGO-ები, რომლებიც გვეხმარებიან მსგავს პროგრამებში მონაწილეობის მიღებაში. მთავარი განსხვავება არის ის, რომ როდესაც შენით შედიხარ European Youth Portal-ზე, რეგისტრირდები და სხვადასხვა შესაძლებლობებს ავსებ, გზავნის CV-ს, სამოტივაციოს და ასე შემდეგ, მათ თუ აგარჩიეს, ყველაფერი არის შენი მოსაგვარებელი პირადად. შენივე საბუთები, ბანკთან დაკავშირებული რაღაცები და მოკლედ, ყველაფერი არის შენზე, ასე ვთქვათ რა. და როდესაც მაგალითად რომელიღაც ქართული ორგანიზაციის სახელით აგზავნი და მათ სახელით იღებ მონაწილეობას, განსხვავება არის იმაში, რომ მთლიანად ეს დოკუმენტაცია არის მოგვარებული თვითონ ამ ორგანიზაციის მიერ და ამ ყველაფერში იღებენ application fees. ანუ პატარა რაღაც გადასახადი არის ზოგადად ყველგან სადაც შემოხვედრია არის ხოლმე 50 евро. ამას გარდა ზოგადად მსგავს პროექტებში, ახლა მე რაზეც მოგიყვებით, მონაწილეობის მიღება არის უფასო, ძირითადად ყველა მათგანის დროს, ანუ ფინანსდება მგზავრობა, ფინანსდება საცხოვრებელი ადგილი და საკვები. და რაღაც ეხა ჯიბის ფული შენით, რა თქმა უნდა გქონდეს სადაც წახვალ. პირველი პროგრამა, რის შესახებაც მინდა რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, არის European Youth Exchange, რომლის ფარგლებშიც ლიეტუვაში ვიყავი წასული 10 დღით. მე პირადად ამ პროგრამაზე ინფორმაცია ვნახე ერთ-ერთ ქართულ გვერდზე, რომელსაც ქვია Alternative Education Academy, მათ გამოაქვეყნეს, მე შევავსე მათი აპლიკაცია, ამ კომპანიამ ასე ვთქვათ ამირჩია, სხვა 5 ადამიანთან ერთად და ჩვენ 6 ქართველები, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ლიდერი, წავედით ერთად, როგორც საქართველოს წარმომადგენლები. Youth Exchange-ის მთავარი მახასიათებელი არის მისი მოკლევადიანობა, ძირითადად 5 დღიდან იწყება ხოლმე და მაქსიმუმ 3 კვირა გაგრძელდეს, მაგრამ ძალიან იშვიათი რომ ამდენ ხნიანი იყოს ხოლმე, ძირითადად 5 დღე, 7 დღე ან 10 დღე მგზავრობის დღეების ჩათვლით არის ხოლმე. და რა არის ახლა მთავარი მიზანი? ამის მთავარი მიზანი არის კულტურების მიმოცვლა ერთმანეთში, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას და ასევე მთავარი მიზანი არის არაფორმალური განათლების მიწოდება ადამიანებისთვის. ანუ ეს არ არის რომ რაღაც მიდიხარ უნივერსიტეტში ლექციაზე ჯდები, წერს, სწავლობ, მე აბარებ გამოცდას წერ, მსგავსი არაფერი არ არის, მთლიანად ეს პროგრამები არის კონცენტრირებული არაფორმალურ განათლებაზე. როდესაც ასეთ პროგრამებს აორგანიზებენ, ასაკი ძირითადად ყველა პროგრამაში განსხვავდება ხოლმე 1-2 წლით. მაგრამ მაინც ზოგადი ასაკი, როგორც ვიცი, არის 16-დან 30 წლის თუ 29 წლის ჩათვლით, ადამიანებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ გჭირდება არც ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი, არც ბაკალავრის დიპლომი ან რაიმე მსგავსი. ერთადერთი რაც შეიძლება დაგჭირდეს და რაც სავარაუდოდ დაგჭირდება, არის შენი CV და შენი სამოტივაციო წერილი. სხვას დიდად არაფერს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ზოგადად თითქმის ყველა პროექტიდან მათი მოთხოვნები არის ხოლმე ინდივიდუალური და შესაბამისად უნდა დაუკვირდეთ თითოეულ მათგანს, რას გთხოვენ ორგანიზატორები. European Youth Exchange-ის ფარგლებში დაფინანსებული არის ხოლმე საცხოვრებელი ადგილი, საკვები ხარჯები და ასევე მოგზაურობა.
ძირითად შემთხვევებში ჯანმრთელობის დაზღვევა თვითონ შენ გიწევს ხოლმე როგორც მონაწილეს, თუმცა გააჩნია ეს ორგანიზატორებზე არის დამოკიდებული. მე რომ ლიეტუვაში ვიყავი წასული, მაგალითად, ძალიან მაღალხარისხიანი პროექტი იყო და ჯანმრთელობის დაზღვევა თვითონ გაგვიკეთეს მთლიანად. თუმცა, როდესაც მე ვახსენე ასაკი მაქსიმუმი 29-30 წელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო 30 წელზე მეტი წლის ადამიანებს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. შეგიძლია იყოს 35, 40, 45 წლის, მაგრამ მაინც მიიღო European Youth Exchange-ში მონაწილეობა, ოღონდ როგორც გუნდის ლიდერმა. მაგალითად, თუ მიდიხართ 6, აქედან 1 აუცილებლად უნდა იყოს გუნდის ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ძირითადად დოკუმენტებზე და მსგავს რაღაცა ფორმალურ საკითხებზე ბიუროკრატიაზე და შეგიძლია იყოს 30 წელზე მეტი სამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ და ისევ დაფინანსებული იქნება ორგანიზაციების მიერ. სწორედ ასე ამ პროგრამაში მივიღე მე მონაწილეობა, შევედი Alternative Education Academy-ს ედო ეს კონკრეტული პროგრამა ლიეტუვაში. მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე გავუგზავნე CV და სამოტივაციო, მათ ამირჩიეს, დამეკონტაქტდნენ, შემდგომ უკვე ჯგუფი შევიკარით 6 კაცის, შევთანხმდით რაღაცებზე, ერთად ვიყიდეთ ბილეთები წასვლის წამოსვლის, ერთად წავედით, ერთად წამოვედით. და ერთადერთი ხარჯი ჩემი მხრიდან რაც გავწიე არის 50 ევრო. ზოგადად მგზავრობის გადასახადზე სულ ისე ხდება, რომ ჯერ შენი ხდი და რაღაცა დროის გასვლის შემდეგ გინაზღაურებენ ხოლმე ამ ხარჯებს და ეხლა მეც ველოდები, როდის ამინაზღაურებენ ჩემს დანახარჯს, ასე ვთქვათ. ასევე Erasmus აქვს შესაძლებლობა ტრენინგების, ანუ რაღაც კონკრეტულ სფეროში თუ ხარ უკვე პროფესიონალი და გინდა რომ უფრო მეტად განივითარო უნარები, სხვადასხვა ტრენინგები არის. ამაში სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, მაგრამ უფრო აკადემიურ პერსონალს ეხება, უფრო ადამიანებს, რომლებსაც უკვე მაგისტრატურად, ზოგშილება დოქტორანტურად დამთავრებული ჰქონდეთ და იმ თავიანთი კონკრეტული სფეროდან რაღაც უფრო განვითარებას სურთ, რაღაც ტრენინგების გავლა სურთ, ასევე internship-ებიც ცალკე არის, ასე რომ ამაში ძალიან გათვითცნობიერებული არ ვარ და ბევრს არ დაგელაპარაკებით, თუმცა არსებობს. ანუ განსხვავება არის ის, რომ როდესაც ტრენინგ internship-ი ხარ, უნდა იყო უნივერსიტეტის სტუდენტი, მიდიხარ დაახლოებით 2 თვიდან 1 წლამდე და თვიურად გინაზღაურებენ, ნუ რაღაც ფულს გაძლევენ, რომ შენ თვითონ უზრუნველყო შენი საცხოვრებელი და საკვები ხარჯები ამ ანაზღაურებიდან. და ერთ კონკრეტულ თემაზე მუშაობ internship-ები, როგორც ხდება ხოლმე ზოგადად. და რაც შეეხება ტრენინგ კურსებს, ეს უფრო მოკლევადიანია, ალბათ 5-დან 10 დღემდე, ან 2 კვირამდე მაქსიმუმ ასე არის და ახალგაზრდა სამუშაო ძალისთვის არის გათვლილი კონკრეტული სკილების განსავითარებლად და აქაც ყველაფერი ანაზღაურებადია. სტუდენტებისთვის ასევე ძალიან საინტერესო არის სემესტრული გათვლითი პროგრამები, მე რითიც ვიყავი პორტუგალიაში წასული, ჩვეულებრივად ბაკალავრზეც და მაგისტრატურაზეც, როგორც ვიცი, ჩვეულებრივად შეგიძლია უნივერსიტეტი რო იყოს შენი შუამავალი, ანუ შენი უნივერსიტეტი თუ გამოგიგზავნის მეილს, რომ აი მაგალითად გვაქვს ადგილი ესპანეთისთვის, ამისთვის, ეს უკვე უნივერსიტეტების ამბავია. უნივერსიტეტის გავლით ასე ვთქვათ, იღებ შენს ადგილს და მიდიხარ. ეს უკვე სრულად დამოკიდებულია შენ რომელ უნივერსიტეტში სწავლობ, რა შემოთავაზებები აქვს შენთვის და ეს ინდივიდუალური არის ხოლმე არჩევის პროცესი ზოგადად, მაგრამ ესე სემესტრული გაცვლითებისთვის ძირითადად ყოველთვის გჭირდება ინგლისური ენის დამადასტურებელი ცნობა, ოღონდ B2-ის და არ არის აუცილებელი ეს იყოს IELTS-ი ან TOEFL-ი ან რაიმე მსგავსი, აბსოლუტურად საკმარისია, რომ მაგალითად უნივერსიტეტში გქონდეს დახურული B2 და უნივერსიტეტმა მოგცეს სერტიფიკატი, ან თუ არ გაქვს B2 უნივერსიტეტში, ეს თვითონ უნივერსიტეტი დაგაწერინებს და შემდგომ დოკუმენტს მოგცემს. ესეც სემესტრული გაცვლითი პროგრამებიც არის სრულიად დაფინანსებული, თვიურად რაღაც გადასახადს გაძლევენ და ამ გადასახადს კი არა თანხას და ამ თანხიდან შენ თვითონ იხდი ბინის ხარჯებს და საკვებ ხარჯებს. ძირითადად დაზღვევაზე ზუსტად ისე ხოლმე როგორც Youth Exchange-ებზე, ან თვითონ ის უნივერსიტეტი, სადაც მიდიხარ, გაზღვევს, ან თუ ისინი არ გაზღვევენ, შენით გიწევს შენი ჯანმრთელობის დაზღვევის გაკეთება, იმიტომ რომ აუცილებელია ზოგადად. და ესე შემთხვევაში ვიზაც გჭირდება. ეხლა მაგალითად Youth Exchange-ზე რომ მიდიხარ ან ტრენინგებზე, რომელიც მაქსიმუმ 2-3 კვირა გაგრძელდეს, ცხადია ვიზა არ გჭირდება, ჯერჯერობით მაინც და იმედი არც დაგჭირდება, მაგრამ როდესაც მიდიხარ 90 დღეზე მეტი ხნის პერიოდით, გჭირდება ვიზა და ეს კიდე ცალკე მოსაგვარებელია, ცალკე დოკუმენტებით და მთელი ამბებით. ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ასევე არის მოხალისეობრივი პროგრამები, რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობის მიღებას ვაპირებ. ესეთი სახელი აქვთ European Solidarity Corps.
ამ მოხალისეობრივ პროგრამებშიც ასაკი შეზღუდულია 18-დან 30 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, არსებობს მოკლევადიანი და არსებობს გრძელვადიანი მოხალისეობრივი პროგრამები. მოხალისეობრივი პროგრამების დროსაც გაძლევენ თვიურ ანაზღაურებას, ოღონდ უფრო ჯიბის ფულს, რაღაც ბევრი ანაზღაურება არ გაქვს, იმიტომ რომ როგორც ყველა სხვა დანარჩენი შემთხვევაში, საცხოვრებელი, საკვები და სამოგზაურო ხარჯები არის დაფარული ერასმუსის მიერ. სამსახური არის ჩვეულებრივი და მიდიხარ მოხალისედ და ეხმარები. არსებობს სხვადასხვანაირი. მთელი მუღამი ბრჭყალებში ამის არის ის, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ, ყველაფერი ანაზღაურებული გაქვს. შენს გამოცდილებას იძენ, რა თქმა უნდა, ამ მოხალისეობით ახალ ადამიანებს იცნობ, ახალ კულტურებს ეცნობი და ამასთანავე დასვენების დღეებით და შვებულებებით ჩვეულებრივად როგორც სამსახურში გაქვს ხოლმე და შეგიძლია მეზობელ ქვეყნებში იმოგზაურო. ძალიან საინტერესო პროგრამა ასევე არის Discover EU, ესე ქვია Discover European Union. ოღონდ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 18 წლის ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის და ამ Discover EU-ს ფარგლებში, როგორც ვიცი, მოგზაურობ სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყანაში. ამ Discover EU-ს ფარგლებში ძირითადად მატარებლით მოგზაურობ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, ხან ერთ ქვეყანაში 10 ღამეს, ხან მეორე ქვეყანაში. აქ მოგზაურობა თვითონ არის ანაზღაურებული, თუმცა საცხოვრებელი ხარჯები და საკვები როგორ ხდება, სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი. ბოლო პროგრამა, რაზეც მინდა რომ გესაუბროთ, ეს არის Mundus-ი, Erasmus Mundus-ი. მთლიანად ქვია Erasmus Mundus Joint Master Degrees. და ეს, როგორც სახელიდან გამომდინარე, მიხვდებოდით, რომ არის გათვლილი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის მხოლოდ და მხოლოდ. შესაბამისად, ამ პროგრამებისთვის გჭირდებათ ბაკალავრის დიპლომი და აუცილებლად გჭირდებათ ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი. B2 დონის მაინც, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე რაღაც ქართული უნივერსიტეტის სერტიფიკატი არ გაჭრის, უნდა გქონდეთ IELTS-ი, TOEFL-ი ან რაღაც სხვა სერტიფიკატებიც არის. ზოგადად ამ შემთხვევაში პროგრამები რამდენიმე არსებობს, ეხლა მაგალითად კონკრეტულად ეხლა 200-მდე მაგისტრატურის პროგრამა დევს, ზოგი 1 წლიანი, ზოგი 2 წლიანი, ანუ ზოგი 120 კრედიტიანი, ზოგი 240 კრედიტიანი და ძალიან ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს თითოეულ პროგრამას. შეიძლება რომელიღაც პროგრამა კონკრეტული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს ითხოვდეს, შეიძლება მეორე პროგრამა არ ითხოვდეს კონკრეტული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს, არამედ ნებისმიერი ფაკულტეტისაც. შესაბამისად, ეს არის ძალიან ინდივიდუალური, მაგრამ ზოგადი მოთხოვნა არის ის, რომ ბაკალავრი უნდა გქონდეთ დამთავრებული და ან ბოლო სემესტრში იყოთ და ამთავრებდეთ და ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი გქონდეთ. ჩემთვის Mundus-ი არის ძალიან საინტერესო, პირადად ვაპირებ, ეხა ბაკალავრს ვამთავრებ, ბოლო სემესტრში ვარ და 1 წელი უნდა დავისვენო, ვიმუშაო, ცოტა დავფიქრდე, შეიძლება რაღაც youth exchange-ებში და მოკლევადიან მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობა მივიღო, მაგრამ მთავარი მიზანი არის ჩემი ის, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდე და გავაგზავნო ჩემი მონაცემები, შევავსო აპლიკაციები Erasmus Mundus-თან დაკავშირებით. ადრე იყო რომ მხოლოდ 3 პროგრამაზე შეგეძლო შევსება და ეხლა ულიმიტოდ შეგიძლია, როგორც ვიცი, ნებისმიერ პროგრამაზე გააგზავნო შენი მონაცემები. ყველაზე გასაოცარი ამ პროგრამაში არის ის, რომ ყველა სემესტრში სწავლობ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა უნივერსიტეტში, თუმცა ერთი ფაკულტეტის ქვეშ და შენს დიპლომში ერთი ფაკულტეტი იქნება. რომელი უნივერსიტეტის დამთავრება ეწერება, ეს სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თუ ყველა უნივერსიტეტი ეწერება, ეს არ ვიცი დიპლომში რა და როგორ ხდება, მაგრამ თავარი არის ის, რომ როგორც სემესტრული გაცვლით მიდიხარ და თვეში რაღაც ანაზღაურებას გაძლევენ, რომ საცხოვრებელი და საკვების ხარჯები უზრუნველყო, ზუსტად ესე არის Erasmus Mundus-საც, თვიური ანაზღაურება გაქვს, განსხვავდება ყველა პროგრამაზე სავარაუდოდ და ესე ჩვეულებრივად ერთი სემესტრით იქნები ერთ ქვეყანაში, მეორე სემესტრით მეორე ქვეყანაში და ასე შემდეგ. ერთი მეგობარი მყავს, ნინო, რომელიც თავის დროზე პორტუგალიის ვიზის ამბებზე დამეხმარა, Erasmus Mundus-ით იყო წასული, ეხლა დაამთავრა როგორც ვიცი, პირველ სემესტრში ისწავლა ევორაში, პორტუგალიაში, მეორე სემესტრში იყო თესალონიკში, საბერძნეთში, მესამე სემესტრი დაამთავრა რომში, იტალიაში და მეოთხე სემესტრში, როგორც მახსოვს, შეეძლო ამ სამიდან ნებისმიერი აირჩია და დაბრუნებულიყო, რომელში დაბრუნდა, არ ვიცი. თუმცა აი ესეთი რაღაცა სასწაული პროგრამა არის მართლა, არ ვიცი, აი ძალიან მაგარი რაღაც არის, უბრალოდ ძალიან დიდია კონკურენცია, ძალიან რთულია აქ მოხვედრა და ანაზღაურების აღება. რა თქმა უნდა, თუ მოიპოვე გრანტი, გაძლევენ თვეში ერთხელ, როგორც უკვე ვთქვი, რაღაც თანხას, მოგზაურობა არის აბსოლუტურად ანაზღაურებული და მოკლედ ძალიან მაგარი რაღაც არის და პირადად ჩემი ნომერ პირველი მიზანი ჯერჯერობით ცხოვრებაში არის ის, რომ ეს
აქ მოვხვდე. იმედი მაქვს მოვხვდები. მეგობრებო, ეხლა გესაუბრებათ მარიამი, რომელიც აედიტებს ამ ვიდეოს და გავანალიზე დაედიტების პროცესში, რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე და ვიდეო გამოდიოდა რაღაც 1 საათიანი მგონი. ამიტომ ვიდეოს ვუყობ 2 ნაწილად და გემშვიდობებით ამ ვიდეოში, ეხლა იმიტომ რომ ის დამშვიდობების ვიდეო არ მაქვს გადაღებული, არ იყო განსაზღვრული, რომ 2 ნაწილი უნდა ჰქონოდა. შესაბამისად, პირველი ნაწილი იქნება მხოლოდ ერასმუსის პროგრამებზე და მეორე ნაწილი იქნება ჩემი ლიეტუვის გამოცდილებაზე.